ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსური მონიტორინგი განახორციელა. გასულ კვირას კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ახალგაზრდა იურისტები მხოლოდ საჯარო დაწესებულებების მიერ მიწოდებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას დაეყრდნენ და საკმაოდ საინტერესო სურათი დახატეს. ყოველი ჩვენგანი საკუთარი შემოსავლებიდან იხდის ფულს ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, ყველას გაქვთ უფლება იცოდეთ, რაში და როგორ იხარჯება ის. როცა წლის დასაწყისში დგება ბიუჯეტის გენერალური ნაწილი, მაშინვე გამოიყოფა გარკვეული თანხა სარეზერვო ფონდისთვის, რომლის განკარგვის უფლება პრეზიდენტს აქვს. 2005 წელს ამ თანხამ 35,714,000 ლარი შეადგინა. ფონდში არსებული სახსრები მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებზე შეიძლება დაიხარჯოს. თუ რამდენად მოდის თანხმდროში კანონი და ქვეყნის მმართველთა მიერ ჩვენი ფულის ხარჯვის სურვილი, დროების ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი არ ყვევდა. უფასო კონცერტზე მისული საქართველოს მოქალაქეები ალბათ უფრო გულიანად იბღავლებდნენ, რომ იცოდნენ რამდენი დაიხარჯა მათი კუთვნილი ბიუჯეტიდან ამ სანახაობას. ღრმად პატივცემული უკრაინელი ქალბატონების ცეკვა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 197,000 ლარში შევიდა, თუ საქართველოს მოქალაქეებმა ამისთვის დამატებით გადაიხადეს, უცნობი დარჩა. უცნობი დარჩა რა მიირთვა ასეთი თბილისში შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის სადილიც 13,634 ლარი დაჯდა. ანუშგულში ასეთი რა იცეკვა სენატორმა მაკეინიმ. 3 საათიან პროგრამაზე სარეზერვო ფონდიდან 34,834 ლარი რომ გამოიყო. უჟღულელ სვანებს ამდენი ფული ალბათ მხოლოდ ტელევიზორში, ცოდის მიერ ჩატარებული ოპერაციის ამსახველ კადრებში თუ უნახავთ. როგორც ჩანს, შვედეთის პრემიერი დიეტაზე ყოფილა, რადგან თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას თითქმის ორჯერ მეტი, 26,454 ლარი. ხორვატიისა და ესტონეთის პრეზიდენტების ვიზიტებზე კი 39,960 ლარი დაიხარჯა. კიდევ ერთი საკონცერტო თავისებურება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა სტუმრის დახვედრა უცხოელებს ადგილზევე ასწავლოს და ამ ნოვაციაში პროფესორეთ კი მიხეილ სააკაშვილის ესტონეთში ვიზიტისას კულტურული ღონისძიების გამართვაზე 18,454,000 ლარი დაიხარჯა. უმადობას არც სენატორები უნდა უჩიოდნენ. ვახშმის ღირებულებამ გონიოსა და რესტორან კოპალაში 37,620 ლარი შეადგინა. კიდევ კარგი სუფრაზე თევზეული არ მიუტანია, თორემ სტუმრების დახვედრა პრეზიდენტს მისიაზე მოუწევდა. ლუკმის დათვლა ქართულ სტუმართ მოყვარეობას არ შეეფერება. თუმცა ეს შემთხვევა, როდესაც თეფშიდან აცლის ვითვლი და არა ვინმეს თეფშზე დადებულს. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, საიდანაც პრეზიდენტის უშუალო განკარგულებით კონცერტებზე, სტუმრების მიღება გაცილებაზე, ატრაქციონებსა და შადრევნების მოწყობაზე ყოველ წელს მილიონობით ლარი იხარჯება, კანონმდებლობით სრულიად სხვა ფუნქცია აქვს განსაზღვრული. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები. 2005 წელი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ კანონის 13 მუხლი. შესაძლებელია ვინმეს უბედურებადაც მოეჩვენოს, მაგრამ პატრიოტთა ფორუმი სტიქიურ მოვლენებს ნამდვილად არ განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სპორტის სასახლეში გამართულ ბასტიბუბუზე პრეზიდენტის ფონდიდან 363,000 ლარი, პატრიოტების შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლზე კი 86,000 ლარი დაიხარჯა. სტიქიურ უბედურებას ჯერჯერობით არც ზედ გმირთა მოედინის გვირაბებზე მოწყობილი გიგანტური ოყნის ფორმის მრავალტონიანი შადრევანი განეკუთვნება, თუმცა პრეზიდენტის ფონდიდან ამ რთულ მოწყობილობაზე 700,000 ლარი დაიხარჯა. საპატიო სტუმრებს საქართველოს ოკუპაციაზე ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ 1,244,960 ლარად ოკუპაციის მუზეუმში ოქროს ტყვიამფრქვევის დადგმაც შეიძლებოდა. მათ კი ვინც ამხელად თანხა ეცოდნენ გონიერულად აითვისა, მადლიერმა ხელისუფლებამ ჰონორარის სახით 59,514 ლარი გადაუხადა. გასულ საანგარიშო წელში საქართველოში წყალდიდობებიც მრავლად იყო, უხთოვლიანობაც და მეწყერებიც. კვლავ სახელისუფლებო მონაცემებით მხოლოდ 3 თვის განმავლობაში საქართველოს სამ რეგიონში სტიქიური უბედურებით მიყენებულმა ზარალმა 14 მილიონ ლარს გადააჭარა. თანხა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან უნდა დაფარულიყო. თუმცა როგორც საბიუჯეტო დიაგრამიდან ჩანს, საფონდო ხარჯები ძირითადად სანახაობით ნაწილზე, ვიზიტებზე და მივლინებებზე მოდის. სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის მხოლოდ 4,000 ლარი გამოიყო, რაც 35 მილიონი ლარიდან ვიზიტებზე, დეპუტატების მივლინებებზე, შადრევნებსა და კონცერტებზე დახარჯული თანხიდან დარჩა მოსახლეობის ინფორმირებას მოხმარდა. თუ რაოდენ წარმატებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მთავრობის მიერ ჩატარებულ რეფორმებზე 1,300,000 ლარის ბროშურები და პლაკატები დაიბეჭდა, თუმცა კარგის დამალაც არ შეიძლება. იგივე ფონდიდან გამოყოფილი თანხების გარკვეული ნაწილი გლეხების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასაც მოხმარდა.
პრეზიდენტის ბრძანება უმოკლეს დროში და თანაც საკმაოდ ხარისხიანად შესრულდა. რამდენიმე თვეში საგარეჯოში ულტრათანამედროვე სპორტული კომპლექსი აშენდა. ჯერჯერობით კახელებში ჩოგბურთის თამაშის სურველი ვერ მოინახა. სამაგეროდ საგარეჯო საუბში ცურვას დღეს 50-მდე ბავშვი სწავლობს. მთავარი მწვრთნელი ევროსტანდარტებისაო საგულდაგულოდ უვლის და სეზონის დადგომასთან ერთად მოწურავეთა რაოდენობის გაზრდასაც ელოდება. კახეთში მზერო დააჭერ საგარეჯო საუბზო ცურვას არაფერი ჯობია. თუმცა კახელი გლეხებისა და ვენახის ცოდვით აუში დიდხანს ვერ ვინებიურეთ. ზედავატირე როგორ დახეთქილი მეცა რა აზგავს ეს რა არის ძრო არის ამინდი არის გადავწყვიტეთ მთავრობის მიერ გამოცემული ბროშურის ეფექტურობა ადგილზევე შეგამოწმებით. გამარჯობა გენას არ არის წყალი სოფელში. არ არის წყალი სად არის აბა რა წყალი იქნება რის წყალი იქნება არხი არ არის არხი არ არის არხი არ არის მაგრამ არის კაცო აბა კი არის არხი მაგრამ ცარიელი არხი გინდა იყოს გინდა არა რაში გჭირდება ცარიელი არხი წყალს არ უშვებენ ისე სად არის წყალი საგარეჯოდან მოდის წყალი საგარეჯო ერთი თორე რა ყოფილა წყალი მოა აბა ეხლა ვენახი რაღაცები ხომ მოყავდა ვენახი ბუნება რა მაიყვანს თუ არ მაიყვანს და დავჭერთ იგრე აი ეს სახელმძღვანელო თუ მოვიდა თქვენამდე ნახეთ ქართველი ფერმერის სახელმძღვანელო გამოსცა ჩვენმა მთავრობამ მე შიგნით არის ესე იგი 1000 საინტერესო ამბავი წერია მაგალითად როგორ უნდა მოუვაროთ ვენახს იცით თქვენ ვენახს როგორ უნდა მოუვაროთ ვენახის მოვლა ჩვენ არ გაგვიჭირდება ვენახის მოვლა ჩვენ კარგად ვიცით მაგრამ ბუნებაა მთავარი სადიკვებება ცხარი იცით ესა ცხარი სადიკვებება სადიკვება მინდორზე თაში სადიკვება ბალახი ხვარი იკვებება ალპურ და ბარის ბუნებრივი საძოვრებზე რა მე მაგებს სადონე და ეგლეხი ვარ გლეხურად ვიცი რომ აი ეს რო არ იცოდი თავს უბედურად გრძნობდით როგორ აი ეს რო არ იცოდით უბედური იყავით აქამდე ეხლა ხო გაიგეთ ეხლა რო გავიგე რა რას თქვენ მაგეთი მაშინ რავი ამ ტექსტს როგორ გამოიყენებ ჩემამდე არ დებს ექსტიგნი ვინც დაბეჭდა იმას ის გამოიყენებს გაგძლე თოხი და ბარი იმან აიღო და იმან ვინც ექსტიგნი დაწერა იმან მიაქცევ ნაკოცებს ყურადღება შენ მაგით რა ვიყოს წიგნის ავტორებს თოხისა და ბარისთვის არ ეცალათ, რადგან ნიდერლანდებში, ბრიტანეთსა და ამერიკაში სამოგზაუროდ პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 400,000 ლარი ჰქონდათ ასეთვისებელი. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. საცურაო აუზები, შადრევნები, დისკოთეკები, კონცერტები, პატრიოტების ბანაკები. მაგრამ სამშვენისეებში მილიონობით ლარის დახარჯვისას თავარი გამოგვჭა. ეს არხი ოდესღაც წყლით 700 სოფელს ამარაგებდა. მოგვიანებით კი წყალმა ჯებირი გადაანგრია და სოფლები უწყლოდ დარჩა. გლეხების დამხმარე სახელმძღვანელოსთვის 500,000 ლარი გამოიყო. აი ამ პატარა ადგილის შესაკეთებელს რაღაც 5,000 ლარით საკმარისი იქნება, მაგრამ არ არის. უწყლობის უსახსრობისა და ტექნიკის უქონლობის გამო კახეთში მინდვრების დიდი ნაწილი დასამუშავებელი რჩება. პრეზიდენტის ფონდიდან მრავალმილიონიანი ტრანში ტრაქტორების შესაძენად გამოიყო. მაგრამ მცირე მოცულობისა და არასათანადო აღჭურვილობის ერთი პატარა ტრაქტორი ერთ სოფელს მხოლოდ სატელევიზიო ჩართვაში სალაპარაკო თუ გამოადგება. ისევე როგორც უტენდეროთ, ერთი ფირმის განაყიდი 20 ლიტრი დიზელი ერთ ოჯახში, რაშიც მთლიანობაში 1,200,000-მდე ლარი დაიხარჯა. დღეს საქართველოს ხელისუფლება ინიშნება ხალხის მიერ, იმართება ხალხის მიერ, კონტროლირდება ხალხის მიერ და პასუხისგებელია მხოლოდ ხალხის წინაშე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავი ხალხის ნაწილად მიიჩნია და ფონდის ხარჯების გაკონტროლებაც გადაწყვიტა. თამუნა ჩოგოშვილი სარეზერვო ფონდის ხარჯებს თვეების განმავლობაში იკვლევდა. შედეგად ასოციაციამ 3 ანგარიში გამოსცა, ერთმანეთზე უარესი შედეგით. დაწყებული, თქვათ, სესხის მიცემა ამა თუ იმ კონკრეტული სამეწარმეო იურიდიული პირისთვის, შეპრესესთვის თუ სააქციო საზოგადოებისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების აღნიშვნა, მაგალითად, ახალი წლის დადგომა, სეზონური ღონისძიებები, მაგალითად, გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით სასუქის დარიგება მოსახლეობაში, ასევე, თქვათ, აუზის მშენებლობა, თანამდებობის პირთათვის ავტომანქანების შეძენა, ვიზიტები, რეკლამები, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის მიწოდება და ასე შემდეგ. აღმოჩნდა, რომ საანგარიშო წლის ბოლოს ფონდის დანახარჯს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტს აწერს. რადგან მას კანონის ძალა აქვს, წლიურ ბიუჯეტს აქვს კანონის ძალა, შესაბამისად მის შესაბამისად მოხდეს შემდეგ წლის განმავლობაში ხარჯვა.
მაგრამ სწორედ რომ ეს პრინციპები ირღვევა, ფონდი გაცილებით მეტად იხარჯება, მეტიოდენობით იხარჯება, ვიდრე კანონი იძლევა ამის საშუალებას, თუმცა შემდეგ ეს წლის ბოლოს სწორდება, ბოლოს საბიუჯეტო ცვლილებებში. და მაგალითად, თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 11.800.000 ლარი, თქვა შემდეგ წლის ბოლოს ის გადანაწილდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებაში და ნათქვამი იქნება, რომ გამოიყო არა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თვის განკუთვნილი პუნქტიდან და შესაბამისად ფონდთან დაკავშირებითაც პრობლემა აღმოფხრილი იქნება. გამოდის რომ ძალიან მდიდრები და გულუხვები ყოფილვართ. ჩვენი ფული ჩვენი სახელით ჩვენთვისვე იხარჯება. ოღონდ ის რომ ჩვენს გარდა ეს ყველას ყოფაზე აისახება. ჩვენ ანუ ხალხს კი ის გადაგვჩენია შადრევნები და კარგ ცხოვრებაზე გადაღებული ვიდეორგოლები და სამთავრობო ბროშურებით დავტყმით.